კრეფსები ივანიშვილისთვის ანზორ ჩუბინიძის ხელით და იმედის ჟურნალისტები, რომლებსაც სუსი უსმენს. ყოფილი პოლიციელი ფარულ მიყურადებებზე საუბრობს. იხსენებს ფაქტს, როდესაც ერთ კონკრეტულ ჟურნალისტთან ერთად უსმენდნენ მის გარემოცვასაც 30-მდე ადამიანს. პლატფორმა მის მინესთან საუბრისას მან თქვა, რომ იყო შემთხვევაც, როდესაც ჟურნალისტს სახლში ნათქვამი ფრაზა უფროსმა სამსახურში გაუმეორა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს პროტესტის ხმამ დღეს ზუგდიდში გადაინაცვლა. სამეგრელოში ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და პატიმრების მშობლებიც. სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილებმა დროშებით, პლაკატებითა და საყურებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია ანექსირებულ ყირიმში. ალფას მებრძოლებმა სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საზღვაო ბაზაზე და ბელბეკის აეროდრომზე იერიშები მიიტანეს. დაზიანებულია 3 რუსული სამხედრო გემი. MiG-31-ის ავიაგამანადგურებელი და ბელბეკის აეროდრომის ტექნიკური მომსახურების ცენტრი. მოლდოვამ მზადაა შეუერთდეს მსურველთა კოალიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. განაცხადა მაია სანდუმ, რომელიც დღეს კიევში იმყოფებოდა. მსურველთა კოალიცია ერთი წლის წინ საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერების ინიციატივით შეიქმნა და 30-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მიზანი უკრაინისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაა.